Makroekonomიკური ანალიზის დაბალი ინფლაციური და მაღალი ინფლაციური სცენარების გათვალისწინებით SEBI წელს ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებით ხურავს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წლის ბოლო მონეტარული პოლიტიკის ხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ინფლაციის თარგეტირების რეჟიმში, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მთავარი მანდატის ფასების სტაბილურობის შენარჩუნების უმთავრესი ინსტრუმენტია, რა მოლოდინია შემდეგი წლისთვის და ამავდროულად მცირე ზომის ღია ტიპის ეკონომიკის იმპორტ დამოკიდებულ ქვეყანაში რისკების მინიმიზების მიზნით სცენარებზე და რისკების მართვაზე დაფუძნებული მიდგომის კვალდაკვალ როგორია პროგნოზები, რა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის ცენტრალური ბანკის შემდგომი ნაბიჯები, შეფასებებით მარიამ ჭანტურია SEBI-ს მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გვერდდება სტუდიაში. მარიამ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მიხარია რომ ამჯერადაც ვსტუმრობთ წინა მონეტარული პოლიტიკის ხდომის შემდეგ ძალიან საინტერესოდ განგვიმარტეთ თქვენ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები და ის მთავარი ფაქტორები, რის გამოც დარჩა უცვლელად. ამჯერადაც 8%-ია კვლავ რეფინანსირების განაკვეთი, მაგრამ მოცემულობა, რა თქმა უნდა, არის განსხვავებული და თქვენგან ველოდებით განმარტებებს, რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რამაც SEBI-ს აღნიშნული გადაწყვეტილება მიაღებინა უკვე მე-14 დარჩა 8%-ზე. დიახ, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც განმარტეთ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინდელს ხდომაზე, ანუ 17 დეკემბრის ხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონეტარული პოლიტიკის ზომიერად გამკაცრებული პოზიცია შეინარჩუნებინა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე შევინარჩუნეთ. კვლავ განმარტავ, რომ ზომიერად გამკაცრებული არის იმიტომ, რომ იგი კვლავ აღემატება მის ნეიტრალურ დონეს, რომელთანაც უნდა დაახლოვდეს საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. და მიმდინარე შეფასებით ნეიტრალური განაკვეთი ცენტრალური შეფასებით 7%-ის ფარგლებში არის. მთავარი ფაქტორი, თუ რატომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება კომიტეტმა, არის შემდგომი, რომ მან მიმოიხილა მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მნიშვნელოვანი ფაქტორი არის იმ რისკ სცენარების ანალიზი, რომელთა რეალიზების შემთხვევაში ინფლაცია შესაძლოა მიზნობრივი დონიდან გადაიხაროს. და ამ რისკ სცენარების დეტალურ კომუნიკაცია ჩვენ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშიც ვახდენთ და ამასთანავე ძირითადი აქცენტები არის წარმოდგენილი რელიზშიც. და სწორედ ამ სცენარებში წარმოდგენილი რისკების მინიმიზების მიდგომით მიიღო გადაწყვეტილება, რაც გამოიხატა ამ ეტაპზე იმაში, რომ პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე შენარჩუნდა. ძალიან მოკლედ რომ მიმოვიხილოთ მიმდინარე მდგომარეობა, ნოემბრის მდგომარეობით მოვლენები ვითარდება ეროვნული ბანკის ცენტრალური საპროგნოზო სცენარის შესაბამისად, ანუ ნოემბერში ინფლაციის ნორმალიზების ნიშნები გამოვლინდა და მთლიანი ინფლაციის წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა. ოქტომბერში 5.2-დან 4.8%-მდე შემცირება. ეს რამდენად არის საფუძველი იმისა, რომ თქვათ ეს ერთჯერადი შემცირების მაჩვენებელი ტრენდად იქცეს უკვე? დიახ, თავისთავად რომ განვაგრძოთ იდეაში და თქვენ კითხვასაც ვუპასუხოთ, ამ ნორმალიზების მოლოდინი ჩვენ გვქონდა ჩვენი ცენტრალური საპროგნოზო სცენარით, თუმცა აქ კვლავ მნიშვნელოვანი არის მომდევნო გადაწყვეტილებების მიღებისას, კვლავ მნიშვნელოვანი არის ჯერ განვაანალიზოთ რა იწვევს ინფლაციის მიზნობრივი დონიდან გადახრას კვლავ. პირველ რიგში, როგორც ჩვენ არაერთხელ აღვინიშნავს, გასული წლის დაბალი საბაზო ეფექტი არის კვლავ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და ამაზე ჩვენ გასულ წელსაც ვსაუბრობდით, რომ მოველოდით ამ დაბალი საბაზო ეფექტის გათვალისწინებით ინფლაციის მცირედით დაჩქარებას მიმდინარე წელს, თუმცა ამას დაემატა დამატებით ასევე ეგზოგენური ფაქტორები და ამასაც აღვნიშნავთ ჩვენ. მომავალი დინამიკა თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რა თქმა უნდა, განისაზღვრება იმით, თუ ამ ეგზოგენური ფაქტორების გავლენა როგორ გაგრძელდება. ცენტრალური საპროგნოზო სცენარი ეფუძნება იმ დაშვებას, რომ ამ ეგზოგენური ფაქტორების გავლენა იქნება ერთჯერადი და რას მოვიაზრებთ აქ, რომ განვმარტო მაყურებლისთვისაც, ეგზოგენურ ფაქტორებში პირველ რიგში მოვიაზრებთ იმას, რომ საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე კვლავ წლიურ ჭრილში არის გაზრდილი ფასები, რაც გადმოეცემა ადგილობრივ ბაზარსაც და პირველ რიგში ზრდის შერეული ტიპის ინფლაციას და ამას ემატება ასევე დამატებით ადგილობრივ ბაზარზე ცალკეული ტიპის პროდუქტზე ფასის ერთჯერადი კორექტირება. ცენტრალური საპროგნოზო სცენარით ამ ფაქტორების გავლენა იქნება ერთჯერადი და მომდევნო წლიდან უკვე მიილევა ინფლაციაზე მათი გავლენა და შესაბამისად ინფლაციის დონე შემცირდება. და როდესაც
ცენტრალური საპროგნოზო სცენარი მოიაზრებს იმას, რომ როდესაც დავინახავთ, რომ ეს მილევა ამ ფაქტორების და ინფლაციის შემცირების ნორმალიზება უფრო მდგრადი ხასიათის მატარებელი იქნება, შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის შემდგომი რეაგირება იქნება, რომ ნორმალიზებას დაიწყებს ეტაპობრივად უკვე მის ნეიტრალურ დონესთან. მარიამ, თქვენ ახლა გვესაუბრეთ ცენტრალურ საპროგნოზო სცენარზე. მე მინდა გკითხოთ წინა მონეტარული პოლიტიკისგან განსხვავებით, თუ გვაქვს ახლა ცვლილებები და სწორედ რაში გამოიხატება ის ცვლილებები, ეს მიმართულება რომ გავშევოთ. დიახ. ზოგადად ეროვნული ბანკი პროგნოზებს, მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზებს, საშუალოებიან პროგნოზებს გულისხმობა ანახლებს წელიწადში 4-ჯერ და მას ვაქვეყნებთ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშებში. მიმდინარე სხდომაზე, 17 დეკემბრის სხდომაზე ჩვენ პროგნოზები არ განგვიახლებია, თუმცა რა თქმა უნდა მიმოვიხილეთ 5 ნოემბრის სხდომისთვის განახლებული პროგნოზები და მიმდინარე ეტაპზე რეალიზებული მონაცემები რამდენად თანხმედრაში არის ჩვენს ცენტრალურ თუ სხვა ალტერნატიულ სცენარებთან, რომელიც არის როგორც მაღალი ინფლაციური, ისე დაბალი ინფლაციური. როგორც აღუნიშნე, ინფლაციის დინამიკა და არა მარტო ინფლაციის დინამიკა, მათ შორის ეკონომიკური აქტივობის დინამიკაც თანხმედრაში არის ცენტრალურ საპროგნოზო სცენართან. რომ განუმარტო რავს გულისხმობ, 2025 წლისთვის ცენტრალური საპროგნოზო სცენარით ჩვენ მოველოდით, რომ ინფლაცია საშუალოდ იქნებოდა 4%-ის ფარგლებში. თუ ავიღებთ პირველ 11 თვეს, იანვარ-ნოემბერს, საშუალო ინფლაცია არის დაახლოებით 3.9%. ანუ ემთხვევა. ძალიან ახლოს არის. ასევე ეკონომიკურ აქტივობასაც რომ შევხედოთ, პირველი 10 თვის დინამიკა არის 7.6% საშუალოდ და ჩვენ პროგნოზირებთ, რომ დაახლოებით 7.4%-ის ფარგლებში იქნება. თუმცა ეს მიმდინარე წლისთვის, მომდევნო წლისთვის უკვე მაღალი გაურკვევლობა, მაგრამ მომდევნო წლისთვის ჩვენი ცენტრალური საპროგნოზო სცენარი ამ ეტაპზე რაც გვაქვს, მოიაზრებს, რომ როგორც აღნიშნე, ინფლაცია ეტაპობრივად დაუახლოვდება მის მიზნობრივ მაჩვენებელს, რადგან ეგზოგენური ფაქტორების გავლენა ეტაპობრივად ამოიწურება. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაღალი გაურკვევლობა არის და შესაბამისად შესაძლებელია, რომ მონაცემები რეალიზდეს იმგვარად, რომ სხვა ტიპის სცენარისკენ გადავიხაროთ, ან საერთოდ ახალი ტიპის რისკი დავინახოთ, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ჩვენი სცენარების ნარატივი. შემდგომ უკვე 11 თებერვალს ვანახლებთ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს და შესაბამისად გამოვაქვეყნებთ ჩვენს განახლებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს 11 თებერვალს. კი ბატონო, გასაგებია სები ინარჩუნებს კონსერვატულ მიდგომას, მათ შორის შეფასებებში. ჩვენ გადაცემის დასაწყისში გალთენ თაგარტის პროგნოზი ვახსენეთ, რომელიც ვარაუდობს, რომ ინფლაციის 3%-ზე დასტაბილურების შემთხვევაში 7.5% შესაძლოა 7.5%-ზე შეიძლება ჩამოვიდეს რეფინანსირების განაკვეთი. მაინც მოლოდინების და პროგნოზების ეპოქაში მე მინდა გთხოვოთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გიყვართ ხოლმე წინასწარ ამაზე საუბარი, რამდენად შეიძლება რეალიზდეს ეს მიმართულება მომავალი წლისთვის და გაზაფხულია ნავარაუდევით, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს გაზაფხულზე თუ იქნება შესაძლებელი? დიახ, როგორც თქვენ თვითონაც აღნიშნეთ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება თუ როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები. წინასწარ ამის თქმა არის შეუძლებელი, იმიტომ რომ მაღალი გაურკვევლობა არის. ცენტრალური საპროგნოზო სცენარს რომ დავეფუძნოთ, ცენტრალური საპროგნოზო სცენარი მოიაზრებს იმას, რომ ეტაპობრივად ნორმალიზება მოხდება, დაიწყება მომდევნო წელს. პარალელურად იმისა, რომ ეგზოგენური ფაქტორების ეფექტები მიილევა ინფლაციაზე. და როდესაც დავინახავთ, რომ ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს მკვეთრად უახლოვდება. მნიშვნელოვანი ასევე აღენიშნოს ისიც, რომ ამ ცენტრალურ საპროგნოზო სცენარში მოიაზრება, რომ ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა შენარჩუნდება, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იმისთვის, რომ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება დაიწყოს და ნეიტრალურ დონეს ეტაპობრივად დაუახლოვდეს. ხედავთ თუ არა პირობითად ამ ეტაპზე სტაბილურობას ინფლაციური მოლოდინებისას. თუ კი ჩვენ შევხედავთ მაგალითად ინფლაციის ინდიკატორებს მერყევი კომპონენტების გამორიცხვით, მაგალითად საბაზო ინფლაციას ან მომსახურების ინფლაციას, ამ მხრივ ხედავთ, რომ ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია, ვინაიდან ისინი 3%-ზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება. თუმცა კვლავ განმეორდები, რომ ცენტრალური საპროგნოზო სცენარი და ცენტრალური საპროგნოზო სცენარი ამ ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობას ითვალისწინებს. და ამ სცენარის მიხედვით მომავალ წელს ეტაპობრივად დაუახლოვდება 7%-ს, თუმცა რა თქმა უნდა წინასწარ თქმა შეუძლებელია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს როგორც ორი ალტერნატიული სცენარი, როგორც მაღალი ინფლაციური, ისე დაბალი ინფლაციური. მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ მაღალი ინფლაციურ სცენარში, ჩვენ მოვიაზრებთ იმ თაშვებას, რომ თუ კი პირობითად როგორც ვსაუბრობთ, რომ ამ გარე ეგზოგენური მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორების შედეგად პირობითად ინფლაცია
მიზნობრივი დონიდან მოსალოდნელზე ხანგრძლივად გადაიხარა და მან შესაძლოა ინფლაციური მოლოდინების რისკები გააძლიეროს, ასეთ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის რეაგირება იქნება უფრო მკაცრი ცენტრალურ საპროგნოზო სცენართან შედარებით. მაგრამ შესაძლებელია, რომ დაბალი ინფლაციური სცენარის განვითარდეს, რომლის ინდიკატორებსაც ნაწილობრივ ვხედავთ პირობითად შრომის ბაზრის ტენდენციებში, რომელიც დისინფლაციურია მიმდინარე ეტაპზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გლობალურად როგორ განვითარდება მოვლენები. დაბალი ინფლაციური სცენარი პირობითად მოიაზრებს, რომ უფრო სწრაფად მოხდება მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება. თუმცა ცენტრალური საპროგნოზო სცენარი მხოლოდ ეტაპობრივად მოიაზრებს მონეტარული პოლიტიკის მის ნეიტრალურ დონესთან დაახლოებას, მას შემდგომ რაც ამ ეგზოგენური ფაქტორების გავლენა ინფლაციაზე მიილევა და დავინახავთ, რომ მიზნობრივ დონესთან ახლოს ვართ. მარიამ, ცენტრალურ სცენართან ერთად გასულ წელს თქვენ დაიწყეთ რისკის სცენარების გამოქვეყნება. მე მინდა გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანი პროდუქტი აღმოჩნდა ეს თქვენთვის და რა შეცვალა? დიახ, სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომაზე ჩვენ გადავედით გასული წლის იანვარში და ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად პიონერებიც ვიყავით. თუმცა აი დღეს, რასაც ვაკვირდებით, უკვე განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკები აქტიურად გადადიან სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომაზე, მათ შორის მაგალითად ერთ-ერთი პირველი იყო ინგლისის ბანკი, ასევე თუნდაც შვედეთის ცენტრალური ბანკი, კანადის ბანკი და ასე შემდგომ. რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ მიდგომაზე გადასვლა და როგორ დაგვეხმარა და რა შეცვალა? როგორც არაერთხელ აღვნიშნავს და ამ საუბრის დროსაც აღვნიშნე, მაღალი გაურკვევება ნარჩუნდება, რომლის ფარგლებშიც მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება. სწრაფად ცვალებადი მოვლენების პირობებში შესაძლოა, რომ ერთი სცენარის განხილვა უკვე აღარ იყოს რელევანტური. ჩვენ ადრე გვქონდა საბაზო სცენარი და ერთი ალტერნატიული სცენარი. გამომდინარე იქიდან, რომ ერთი საბაზო სცენარის განხილვა არ არის უკვე ბოლომდე რელევანტური, იმიტომ რომ მოვლენები სწრაფად ცვალებადია, მნიშვნელოვანი იყო, რომ კომუნიკაცია განგვევითარებინა იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებასაც ცოდნოდა თუ რა ტიპის რისკებს მიმოიხილავს ცენტრალური ბანკი, როდესაც იგი იღებს გადაწყვეტილებას. დიახ, ანუ კომუნიკაცია გახდა უფრო ტრანსპარენტული, უფრო მკაფიო და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ მონეტარული პოლიტიკის რეაქცია, როგორი იქნება, არ გახდა უფრო ტრანსპარენტული. თუ კი პირობითად დაინახავთ ბაზარი, რომ მონაცემები უფრო გადაიხარა ჩვენი ცენტრალური საპროგნოზო სცენარისგან, უკვე ცალსახარი თუ მაღალი ინფლაციურისკენ გადაიხრება ჩვენი მონეტარული პოლიტიკის რეაგირება როგორი იქნება და ასევე დამატებით თუ პირობითად უფრო დაბალი ინფლაციური სცენარისკენ გადაიხარა, როგორი იქნება მონეტარული პოლიტიკის რეაგირება ამ შემთხვევაში. ანუ კომუნიკაციის კუთხით გახდა უფრო ტრანსპარენტული და ამასთანავე რისკების მინიმიზების მიდგომა უფრო გაძლიერდა. კი ბატონო და ანუ ეს არის მიდგომა, რომელშიც ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველები და ამ შემთხვევაში არათუ სხვის მაგალითზე, ანუ ჩვენს მაგალითზე შეიძლება ქვეყნებმა დაანერგონ ეს მიდგომა. ნერგავ, რა თქმა უნდა, განვითარებული ქვეყნების უკვე ნერგავენ, რამდენიმე ცენტრალური ბანკიც აღვნიშნენ და ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, დიახ, ვინც ამ სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადავედით. კი ბატონო და მარიამ, წლის ბოლოა ფაქტობრივად, სულ რამდენიმე დღე დარჩა და აუცილებლად უნდა შევეხოთ რეზერვების თემას, რომელიც რეკორდულია, თამამად შეიძლება ითქვას წელს 5.8 მილიარდის ფარგლებში არის უკვე საბოლოო მონაცემებით. მოდით განვარტოთ არსებული ტენდენცია, როგორ ფასდება და როგორია, ვთქვათ, გეგმები უკვე 2026-ისთვის. დიახ, მიმდინარე წლის განმავლობაში, როგორც აღნიშნეთ, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია მთლიანმა რეზერვების რაოდენობამ 5.8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. და ეს უკვე აღნიშნულია საერთაშორისო ორგანიზაციების რელიზებშიც პოზიტიურად, მათ შორის სავალუტო ფონდის და საერთაშორისო რეიტინგ კომპანიების რელიზებშიც. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა წმინდა სავალუტო შესყიდვებმა და ეროვნულმა ბანკმა იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით დაახლოებით 1.8 მილიარდი დოლარის წმინდა სავალუტო შესყიდვა განახორციელა. თუმცა ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ და უნიშნავთ, რომ სავალუტო შესყიდვები დამოკიდებულია სავალუტო ბაზარზე არსებულ ხელსაყრელ ვითარებაზე. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს სავალუტო ბაზარზე არსებულ ხელსაყრელ პირობებს მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებდა. მაკროეკონომიკურ ფაქტორებში მოვიაზრებთ როგორც ფუნდამენტურს, ასევე ერთჯერად ფაქტორებსაც, თუმცა ძირითად ფუნდამენტურ ფაქტორებს რომ შევხედოთ, მაგალითად მიმდინარე ანგარიშის ბალანს, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და მეორე კვარტლის მდგომარეობით
დეფიციტი 2.9% შეადგენს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანს აუმჯობესებს ერთი მხრივ ეკონომიკის ნაკლებად იმპორტ-ინტენსიური ზრდა, ანუ იმპორტის ზრდა არის შედარებით სუსტი და მეორე მხრივ საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდა ნარჩუნდება. შედეგად ვხედავთ, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანსი არის გაუმჯობესებელი, რამაც ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა, ამ წმინდა შესყიდვებსაც. რაც შეეხება მომავალს, რა თქმა უნდა, მომავალი შესყიდვების დინამიკა დამოკიდებული იქნება საავტო ბაზარზე არსებულ ხელსაყრელ ვითარებაზე. თუმცა ასევე დამატებით უნდა აღვნიშნოთ, რომ მთლიანი რეზერვების ზრდის კუთხით ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ოქროს ფასის მატემამაც, რომელიც ბოლო 2025 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. შესაბამისად, ამ მხრივ წელი რომ შევაჯამოთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წელი იყო, ვინაიდან რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და მომდევნო დინამიკა დამოკიდებული იქნება უკვე შემდგომ მაკროეკონომიკურ გარემოზე. ბატონო, და იმედია დინამიკა იქნება კვლავ რეკორდული მომავალ წელსაც. ძალიან მოკლედ უკვე ბოლოს მინდა გთხოვოთ შეფასება, როგორია ძირითადი მიმართულებები საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2026-28 წლების ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. მოკლედ რომ განგვიმარტოთ, რაზეა საუბარი? დიახ, ყოველწლიურად ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს აღნიშნულ დოკუმენტს, სადაც მომდევნო 3 წლისთვის განისაზღვრება ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. მიმდინარე წელსაც ანალოგიურად წარუდგინეთ და აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს შემდგომ მიმართულებებს. პირველ რიგში კვლავ წარედგინება რა არის ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან ინფლაციის ოპტიმალური მიზნობრივი დონე და კვლავ განისაზღვრა, რომ ინფლაციის ოპტიმალური მიზნობრივი დონე 3% არის მიჩნეული საქართველოს ეკონომიკისთვის, რათა გრძელვადიან პერიოდში მაკროეკონომიკურ სტაბილურობას შეუწყოს ხელი. აქვე უნდა გავმარტოთ ისიც, რომ ზოგადად განვითარებად ეკონომიკებში ინფლაციის მიზნობრივი დონე არის უფრო მაღალი, ვიდრე განვითარებულ ეკონომიკებში. განვითარებულ ეკონომიკებში არის საშუალოდ 2% თუ კი შევხედავთ ქვეყნებს. ჩვენ შემთხვევაში ეს არის 3%. ასევე ამ დოკუმენტში განისაზღვრა ისიც, რომ ფასების სტაბილურობის მისაღწევად ეროვნული ბანკი კვლავ ინფლაციის თარგეტირების რეჟიმის პირობებში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ძირითად ინსტრუმენტს და ეს არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ასევე განისაზღვრა ის ძირითადი რისკები, რომელთა რეალიზებამაც სამომავლოდ შესაძლოა ინფლაციის მიზნობრივი დონიდან დროებით გადახრა განაპირობოს. და ამ რისკებში ჩვენ მოვიაზრებთ იმავე რისკებს, რასაც თუნდაც მიმდინარე სცენარებს ვაფუძნებთ. მაგალითად, საერთაშორისო ბაზარებზე ნედლეულის ფასის ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ასევე გეოპოლიტიკური ვითარება და გლობალურად ეკონომიკური ფრაგმენტაციის რისკები, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურებული არის. ბატონო, საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მაინც მაღალი გაურკვევლობის პირობებში აღარ გკითხავს დამატების, თუ რა მოლოდინი გაქვს 11 თებერვლისთვის მომავალი წლის, დაველოდოთ შედეგებს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი. მე დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რა თქმა უნდა, გისურვებთ წარმატებულ წელს. მაყურებელს კი შევახსენებ, მარიამ ჭანტორია სების მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო ჩვენი სტუმარი.